მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა. რადიო სივრცის ეთერში FM 98-სა და 5-ზე. მაუწყებლად გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან მე გახლავართ გურამ ნიკოლაშვილი. დღეს ხუთშაბათია 6 თებერვალი და ვაგრძელებთ შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონს. 14 საათი და 9 წუთია თბილისის დროით და შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონის ფოკუსში მოქცეული არის საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი. და მასთან დაკავშირებული მოვლენები, როგორც წარმართავს საკანონმდებლო ორგანო ქვეყნის პოლიტიკას, რა მიზნების, სირთულეებისა და წინააღმდეგობების დაძლევა უწევს მას. საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში ქართულმა ოცნებამ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა ყველა იმ დეპუტატს, რომელსაც ასეთი განცხადება ჰქონდა დაწერილი. პარლამენტის წევრი 4 პარტიიდან 3 პრაქტიკულად ყველა წევრს დაკარგა დეპუტატის მანდატი, დარჩა მხოლოდ გახარიას დელეგაცია. ამავე დროს ჩვენ გუშინ მოვისმენთ ინიციატივები დაახლოებით 10-მდე საკანონმდებლო ცვლილებათა შესახებ, სადაც აღსანიშნავია არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციებიც. რაც შეცვლის ეს ინიციატივები ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ამაზე ვილაპარაკებთ ჩვენ სტუმართან, თამუნა კობერიძესთან, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორთან, რომელსაც აქვს ამ არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის ძალიან მრავალწლიანი სტაჟი. ორი დგენელი აქვს ამას. ერთი ეს არის ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციათა რაღაცა ისტორია და ცვალებადი და მზარდი როლი, თუ რა ადგილი ეჭირა და შემდეგ რა გავლენა ჰქონდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე და მეორე არის სანამ ეს რაღაცნაირად ჩვენ ვხედავთ რაღაც ლოგიკურ ინერციას ახლა ძალიან რთულ პოლიტიკურ პერიოდში მათი აქტიურობის ამავე დროს უკლიდან მოდის რაღაცა კიდე სხვა ტალღა, რომელსაც მე მგონი ჯერ რაღაც ნიშნები კი ჩანს, ამბავი ვიცით, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცით მოაღწია თუ არა. ეს არის ცვლილება ამერიკულ ადმინისტრაციაში და განცხადებები, რომლის ფოკუსშიც მოქცეული არის თავარი დონორი USAID, რომელიც ეს არის რაღაც ამერიკული სააგენტო, საერთაშორისო განვითარების და არადახმარების უკვე როგორც აკრიტიკებენ, რომ ეს არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, დაიწყო ეს ხმამაღალი მხილება მთელი რიგი ახალ ადმინისტრაციასთან ასოცირებული პირებისგან. რომ დავიწყოთ მოკლედ ამაზე ლაპარაკი, რას ხედავ შენ აქ ძალიან მნიშვნელოვანს. ეს არის რაღაცა ბუნებრივი სცენი და კრიზისი, რაღაცა პრობლემები, რაც ცაც ჰქონდა არასამთავრობო სექტორს და ეხლა უბრალოდ რაღაცა გამოჩნდა და ანუ თქვა ამერიკაშიც მიხვდნენ და რამდენად მართლა გააცნობიერეს, რომ თქვა რაღაცა არ იყო მთლად რიგზე, თუ ეს უბრალოდ არაფერი არ შეიცვლებოდა, რომ არა ამერიკაში პოპულისტი ხელისუფლების ძალაუფლებაში მოსვლა. ხო, რა ვიცი, ხა მე იარლიყებს არ მივაწებებდი არც ერთ ხელისუფლებას ამ თვალსაზრისით, მაგრამ რომ განვიხილოთ საქართველოში ანუ USAID-ის საქმიანობა, ხო, და სამოქალაქო სექტორის განვითარება, პატარა ისტორიული ექსკურსი რო გავაკეთოთ, ხო, ანუ დაიწყო ჰუმანიტარული დახმარებით, სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოდიოდა ჰუმანიტარული დახმარება დანგრეულ ქვეყანაში, სადაც რეალურად აღარც საკვები იყო, აღარც პირველადი მოხმარების საგნები, ხო, რომელიც ნელ-ნელა ქვეყანა ფეხზე ასე ვთქვათ, რომ დგებოდა, გადაიზარდა ამ ტექნიკურ დახმარებაში. ანუ USAID თავის დახმარებას ეძახის ტექნიკურ დახმარებას. ხო, ანუ ტექნიკური დახმარება ანუ არ გულისხმობს, არასოდეს გულისხმობდა. რა ვიცი, ახლა მარტივი ხო, ბანალური მაგალითი, თევზის ჭერას გასწავლიდა და არა ვთქვათ, თევზს არ გაძლევდა რა. ამაზე ახლა ყოველთვის იყო კრიტიკა, შიგნით, ყოველთვის ამბობდით ყველანი, რომ აი ეს ფული რო რეალურად ერთი ქარხანა რო აშენდეს ამ ფულად, ან რაღაცა ერთი სკოლა რო აშენდეს, ხო იყო ამაზე დიდი ხანი საუბარი, შეიძლება მეტი სარგებელი მოეტანა. ეხლა მე შორს ვარ იქიდან რომ ვთქვა, რომ ეს საქმიანობა იყო უსარგებლო ქვეყნისთვის. ეხლა რო ვთქვათ მექანიზმი როგორ არის, ხო? ბევრმა არ იცის ეს და უბრალოდ მინდა რომ მოკლედ ვთქვა. არის საერთაშორისო შეთანხმება საქართველოს მთავრობისა და ამერიკის მთავრობის, რომელიც ითვალისწინებს აი ამ დახმარებას, ხო? შემდგომ მერე, სხვათა შორის დაიწერა მათ შორის ერთ-ერთმა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელმა თქვა, რომ სახელმწიფოში მიდისო ეს ფული მთლიანათო და მერე გადმოდისო აქეთო და რაც არის ტყუილი ახლა. ესე არ არის რა, როცა არის ორფრივი შეთანხმება, რომ შენ დაგეხმარები, ამაზე ეწერება ხელი, ბუნებრივია, რომ სხვადასხვა დარგებში ვითანამშრომლებთ. შემდეგ USAID რა ფულსაც იღებს, ეს არავინ არ იცის. რამდენს იღებს USAID ფულს. რეალურად რო დაიდება ბიუჯეტი, აი ვაშინგტონში თუ დაიდო ბიუჯეტი, ხო, რომ აი ამ წელს ჩვენ ძალიან ხშირად იცვლება იქ სისტემა, მაგრამ არის თქვათ
ევრაზიის დეპარტამენტი, რომელიც შეიძლება მე გაიყოს და ევროპის დეპარტამენტად და აზიის დეპარტამენტად დაიყოს. შეიძლება რაღაცა სხვა, ხო, შუა აზიის იქ რო წერია ეს ციფრი, რაღაცა ციფრი, რომელიც მოდის ჩვენთან, ხო? არის ჯამური თანხა. იმ თანხაში არავინ არ იცის ზუსტად, ანუ მოკდავმა არ იცის, რამდენი იქ მაშინ შედის თეორიულად, ვივარაუდებთ, რომ შედის ვაშინგტონის ოფისის თანამშრომლების საქმიანობის ანაზღაურებაც და მასის საქმიანობა, შემდეგ USAID-ში, ანუ ადგილობრივ გადმოტანილი, მერე შემდგომ უკვე რა ხდება? მერე ცხადდება დიდი პროექტები ცხადდება 4 წლიანი, 5 წლიანი ძირითადად, რომელიც ცხადდება ისევ თავისივე ამერიკულ ორგანიზაციებისთვის. და შემდგომ ეს ამერიკული ორგანიზაციები უკვე ახორციელებენ პროექტებს ადგილზე. ან გრანტების საშუალებით, ან პირდაპირ. თუმცა არის შემთხვევები, როცა USAID პირდაპირ ქართულ ორგანიზაციას აძლევს ფულს, ესეთი შემთხვევა ბევრი არ არის, იმიტომ რომ თავის წინაპირობები აქვს. ხო, უნდა ბუხალტერია უნდა გქონდეს გამართული, უნდა აუდიტი წლების განმავლობაში უნდა გქონდეს გაკეთებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რეალურად ეს ერთი მხრივ დაფარული ფული ნამდვილად არ არის, ანუ ეს შავი ფული არ არის. მეორე მხრივ იმის გაგება თუ კონკრეტულად რამდენი მიდის დახმარებაზე, ხო, ამის გარკვევაც ძალიან რთულია. წლების განმავლობაში სხვადასხვა იყო ესეთი წყარო open-secrets.org, სადაც აი ესეთი NGO იყო ისიც, რომელიც ეცდილობდა რომ გამოეკეკა ეს დახმარებები, ხო? ნუ პირობითად რომ ვთქვათ, აი ძალიან, აი დავანებოთ თავი, ხო, ვაშინგტონში, ვთქვათ, ამერიკაში დატოვებულ ფულს, ან მერე ვთქვათ USAID-ის ადგილობრივ ოფისში დატოვებულ ფულს. უკვე აი ამერიკული ორგანიზაცია, რომელიც პროექტს ახორციელებს, სადღაც 10%, ვთქვათ, თუ არის 5 წლიანი 13 მილიონიანი პროექტი, სადღაც 10% ოფისს ხმარდება. თავის ექსპერტებიან და თავის ხელფასებიან და თავის საქმიანობიან და თავის ყველაფრიანად და დანარჩენი მიდის სხვადასხვა ტიპით, ხო? ეხლა ეს წარმოიდგინეთ, ეს ვერტიკალი, რომელიც გადის, როცა ჩადის ადგილობრივ დონეზე, ძალიან ბევრი კარგი საქმე კეთდებოდა. ძალიან ბევრი. აი მაგალითად, ეხლა აი იყო ესეთი პროექტი, ადგილობრივი ორგანიზაცია, ადგილობრივი NGO იღებდა რაღაცა გრანტს იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ადგილზე ესწავლათ ფულის მართვა. და პატარა საგრანტო პროექტებს აცხადებდნენ. და აი სადღაც 100 ლარი, 200 ლარს და შემოდიოდა თქვა საპროექტო განაცხადები ადგილზე და ადგილობრივი ახალგაზრდული იდეა, რომელიც გაიმარჯვებდა, თქვა ეს არ იყო ძვირადღირებული, ხო, 100 ლარი, 200 ლარი აძლევდნენ ამ ბავშვებს და ეს ბავშვები ხარ აი იდეებით მოდიოდნენ, აი პრობლემის იდენტიფიცირებას ახდენდნენ ადგილზე, აი რა არის, ხო, აი პარკი არა გვაქვს, დავალაგოთ, ხო, აი ესეთ. ეხლა ესეთი ტიპის საქმიანობები ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ძალიან მნიშვნელოვანი არის და მნიშვნელოვანია გაგრძელდეს, ხო. რა ვიცი ხა, ჩვენთან იმიტომ რომ ჩვენთან არ არის მაგალითად სკოლაში მეწარმეობა. არ არის, არ ვასწავლით ჩვენ მეწარმეობას და არ ვიცით, ახალგაზრდამ არ იცის ფულის განკარგვა, არ იცის როგორ წამოიწყოს საქმიანობა. შეიძლება პრობლემის იდენტიფიცირებაც ვერ გააკეთოს ადგილზე. იცი ესე იგი ჩვენ ვასწავლით. ეხლა მე ხელოვნურად გაგიწევ. კი, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ უბრალოდ საინტერესოა რომ მივიდეთ რაღაცა იმ წერტილამდე, სადაც ხდება მერე ერთგვარად უკვე რაღაცა პრობლემის წარმოქმნა, ან ეჭვიანობა თუნდაც. ანუ ადამიანს ახალგაზრდას სკოლაში სწავლობს, სკოლა დაამთავრა და რაღაცა თავისი მითუმეტეს რურალური ცხოვრებით ცხოვრობს, იმ გარემოთი რაც იქ არის, იმ რაღაცა თემური ესე ვთქვათ ურთიერთობებით, ხო, თემში, მითი არ ვიცახი არქაული ფორმით. და ეს ფული არა, ანუ შენ ასწავლი მართოს ფული, რომელიც არ აქვს. შენ არ ასწავლი როგორი შოუს ფული, შენ არ ასწავლი რაღაც კერძო რაღაცა ასწავლი management skills, აი თქვათ რა როგორ დახარჯოს. ანუ პირდაპირ ესე იგი აი ხო გისმენ და იმიტომ ჩვენ მახსენდება რომ მე ამ ახალგაზრდამ ანუ რა უნდა ქნას, უცებ ეს თქვათ ისწავლა ვიღაცა. ნუ 100-დან 10-მა ისწავლა რა, 10-დან 1-მა. და ამას მე უკვე ეს უკვე ისწავლა და მან ნახა და რაღაც სკილები ესე ვთქვათ რა ითისა. შემდეგ მოდის მეორე ადამიანი და ეუბნება, იცი აი იქ მაგალითად საკრებულო როა, ან სოფლის რაღაცა რწმუნებული. იქ ბიუჯეტი როა ის შენია. შენი გადახდილი გადასახადები უხაბა დაღებული გახდეს პრას. ამიტომ ხომ მთელი შენი უნარები თავისუფლად შეგვიძლია ჩაერთო პოლიტიკაში, გააკონტროლოს შენ. და ადამიანი რომელიც ეს სიკეთე მიიღო, ასწავლეს, არაფერი გრანტი მიცეს, აჩუქეს, ნუ დატრეინინგდა ესე ვთქვათ. და მე იქ მიდის და ეხა ამაშიც ვიღაც ეტყვის და რა არის მე ცუდი რა არ არის განა ეს ბიუჯეტი საერთო რა არის განა იმაში ცუდი რომ ჩაერთოს განა
და შემდეგ უკვე ამას მოსდევს აი ამ ტიპის უკვე კიდე განსხვავებული მესიჯები და საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ რაღაცა ტიპის აქტივისტს. კი ბატონო. რაღაცა სოფელში, რაღაცა სათემო მობილიზაცია, რაღაც სახელებით, მაგრამ შეიძლება თავისთავად ცუდი არ არის. მე არ ვარ ესე შეხედული, ეს ღრმა სიტყვაზე, აი რომელიმე ადამიანის ესე ბიოგრაფიაში, როგორ დაიწყო და მე რაც შედგა, მაგრამ მე შემდეგ რაღაცა ტიპის აქციებზე რომ ხედავთ მოდი ვიტყვი აი ამ პლანქტონს, ხო, რაღაც ერთგვაროვან ადამიანებს ერთნაირად რაღაცა ანუ არ დავახასიათებ ახლა სხვადასხვა ებითად ერთ ვიტყვი რომ რაღაც ერთგვარ უცხოობას გრძნო. რაღაცა რომელსაც კიდევ მერე რაღაც სხვადასხვა მდგენელები მოყვება, რომელთაც აი ერთ-ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობილებია, აი ხელისუფლება რომ დიდარ NGO-ებს ეძახის, ან შეიძლება ზოგი არც არის ეგეთი რაღაცა უხვად დაფინანსებული, მე რომ ხედავთ კოალიციებს რაღაცა თემატიკის ირგვლივ, და სრულიად სხვადასხვა იმის აი მე მახსენდება ხოლმე 17 NGO-იანი კოალიცია. იქ არის ვიღაცა საფარი, ზოგი მუშაობს რაღაცა მე რომ ეძახი მწვანე ექსტრემისტები, ბოლოს რაღაცა cause, როგორ არის ქართულად, რაღაცა ამბის გარშემო ესენი არიან გაერთიანებულები და ყველანი ხმამაღლა ერთობლივად ითხოვენ. და ბოლო პერიოდში უკვე რაშიც მე რატომაც გამძაფრდა და აი კითხვით მინდა გადმოვიდე რომ დამოკიდებულება რაც შენ აღწერე სათავეები როგორი იყო ამ სექტორის მიმართ და სადმე როგორი იცვლებოდა თუ თავიდანვე ცუდი იყო თუ მერე შეიცვალა და რამ განაპირობა ეს ცვლილება. კი ბატონო, კი პრობლემამდე მივედით. კი ბატონო. ერთია რა თქმა უნდა რას აკეთებს კარგს და რა თქმა უნდა ან ჩვენ თუ კი თვითონ ფულის გამომუშავებას შეიძლება ესეთი ტიპის პროექტები რომელიც ერთი მაგალითი მოვიყვანე ხო ძალიან ბევრი მაგალითია დადებითი რაღაცა ესეთი აქტივობების არსებობის რეგიონებში. ეხლა მოდი პარალელურად ანუ აქვე ვიტყვი რომ ამის საჭიროება არ გახდებოდა ამაზე რომ თქვა ქვეყანა თვითონ რაღაცნაირად ზრუნავდეს, ხო? ესეც თავისთავად ხო არის, ანუ ამის დაბალანსების საშუალება, ხო? ეს ცალკე პრობლემა. მაგრამ კი ბატონო, ანუ ეხლა აი ორი დღის წინანდელი განცხადება, რომელიც სტეიტებმა გააკეთა, რომ არ ემსახურებოდა ამერიკის ინტერესებს, რომ მე დავწერე კიდეც ეს განცხადება უფრო აზიანებს ამერიკულ ინტერესებს რეალურად მსოფლიოში, ვიდრე აქამდე რამე აზიანებდა, იმიტომ რომ ნამდვილად ემსახურებოდა ამერიკულ ინტერესებს, იმიტომ რომ იმ განწყობებს წესით ქმნიდა. იმ განწყობებს, რომ ეს ფული არის იქ, ის აქტივობა არის იქ, ეს არის ის კლუბი, სადაც მივდივარ, სხვა არაფერი არ ხდება, სადღაც გურის მაღალმთიან სოფელში მხოლოდ ის ცენტრია, სადაც შემილია და კომპიუტერი ვთქვათ, აი ეს Democracy Engagement Center, სხვადასხვა ფორმით რო ქმნიან, კი ბატონო, მაგრამ ნახეთ რა ხდება. ვერც ერთ, ანუ არ მახსენდება არც ერთი ანგარიში, რომელიც ისევ საერთაშორისო ექსპერტების და ადგილობრივი ექსპერტების მიერ იწერება, ვერც ერთს ვერ ვნახავთ ესეც, სადაც არწერია, რომ NGO სექტორი საქართველოში და ესეთ ფრაზას იყენებენ, donor driven, ხო? ეს donor driven, ხო? მოდი როგორც გვინდა ისევ ვთარგმნოთ, მაგრამ საქმიანობა განპირობებულია დონორის არსებობით და დონორის დაფინანსებით. ეხლა თუ ანუ თუ არსებობს მიწოდება ბუნებრივად ჩდება. რა თქმა უნდა. ეხლა ეს არ ცუდია და არც კარგი, მე ბევრჯერ მithქვამს, ეხლა თუ სხვა ფული არ არის, ხო? თუ მე არ მაქვს განვითარების საშუალება, არც ბიზნესის წამოწყების საშუალება, ნუ ეხლა არ ვამბობ, რომ არ არის, ხო, ბოლო პერიოდში და არის მილიონი ვერსია რაღაცები, მაგრამ ეხლა წლების განმავლობაში, ხო, მეტი ფული არ იყო. ეს ფული რაღაცა ფული გაჩნდა. და ეხლა ნუ სულელი უნდა იყო ეხლა რომ მithumetes გაჭირებულ ქვეყანაში რაღაცა ფული არის, ხო? თან ეს არ არის ხა ასე რომ ვთქვათ რა, უტრირება რომ მოვახდინოთ რთული ფული. არ არის ეს რთული ფული. NGO-ს დაფუძნებას და NGO-ში მუშაობას არ ჭირდება დიდი ეინშტეინობა რა, არ ჭირდება. და ასევე არ ჭირდება დაწლების მანძილზე რაც სასჭირდებოდა ეინშტეინობა, ეს იყო გადაღებული, იმიტომ რომ დეფიციტი იყო ამის ცოდნა, მithumetes 20 და 30 წლის წინ ინგლისური და კომპიუტერი. ესეთი გადაღებული ფრაზა არსებობს. ეს თუ იცი, უკვე დანარჩენი სხვათა შორის NGO-ების დონეზე არც ეგ არის დიდად პრობლემა, იმიტომ რომ ეს ახლა უკვე არა, სხვათა შორის დღემდე, აი რა ვიცი, ახლა ბოლო 2 წელი არ ვიცი ვთქვათ როგორი პროექტები შემოდის და ვინ როგორ, ანუ ყველა ორგანიზაცია როგორ ვთქვათ თავის საპროექტო განაცხადს როგორ ავალდებულებს, მაგრამ ძალიან აი რა გითხრათ, ახლა 2 წლის წინაც კი იყო მამაზე ლაპარაკი, რომ თავიდან თუ მარტო ინგლისურად იყო მოთხოვნა, რომ საპროექტო განაცხადი უნდა შეგეტანა, ქართული შემოიტანეს, იმიტომ რომ არ არის იმ დონის ცოდნა, ვთქვათ, რეგიონებში ინგლისური, სულ ინგლისურად გააკეთო საპროექტო განაცხადი. ანუ ესეც თავისთავად რა. ეხლა იმას უნდა იმის თქვა მინდა, დაფინანსება რო ვთქვათ, ხო? აი დიდი თუ მდიდარი თუ არა მდიდარი. სტატისტიკის მიხედვით
თუ მაგალითად არის 100 ლარი, ხო, მთლიანად წელიწადში NGO-ებზე გამოყოფილი, ხო? აქედან წლებია მიდის ლაპარაკი, რომ უნდა რეგიონული მეტი ენერგია რეგიონებზე უნდა დავხარჯოთ, არ შეიძლება ეს მარტო ქალაქში მძლავრ NGO-ებზე მიდიოდეს ეს ყველაფერი. მიუხედავად ამისა და რაოდენობრივად გაიზარდა NGO სექტორის დაფინანსება რეგიონებში. თუმცა თქვენ ციფრებში რო ჩავხედოთ, 50-50-ია რა. ან შეიძლება 60%-იც იყოს რეგიონში, მაგრამ აქ 40% ვთქვათ სამ NGO-ზეა გადანაწილებული და ის დანარჩენი არის 80 NGO-ზე გადანაწილებული. რა, აი ესეთი სხვაობა. ანუ იმათ აქვთ მიზერი. NGO სექტორში თვითონ არის პრობლემები. ვინც NGO სექტორში მუშაობს, ეს ყველა მიცის. არის იქ თვითონვე საუბრობენ, ვთქვათ, რომ არის ფავორიტიზმი, რაღაცა NGO-ები უყვართ, რაღაცა არ უყვართ თვითონ დონორებს. არის რომ რეგიონში მეც საქმეს აკეთებს რეგიონი და ვთქვათ, რატომ მიდის ეს ფული ძირითადად ქალაქში არსებულ NGO-ებზე. პრობლემა NGO სექტორის არის ის, რომ ნახეთ რა ხდება, ხო თვითონ წერენ, ხო, ანუ წლები ვერ ნახავთ ეგეთ ანგარიშს, ვერ ვნახავთ ეგეთ ანგარიშს, სადაც არ წერია, რომ ეს სექტორი ჩამოყალიბდა რაღაც ელიტურ სეგმენტად, რომელიც მოწყვეტილია ხალხს და ხალხის საჭიროებებს. თვითონ წერენ, ანუ ეს არაფერს საიდუმლოს არ ვამბობ. ჯერ კიდევ 2012-ში როცა რაღაც თვითონვე იყო ეს ერთხელ რაღაც შეხვედრაზე ვიყავი და კვლევა ჩავატარეთ და NGO სექტორის რაღაც ცნობადობა თუ გავლენა შეფასდა, ანუ თვითონვე პროექტივე გააკეთა NGO სექტორმა და კვლევა და შეუკვეთა და 1%. კი ბატონო. ეს იყო რაღაცა რეალური გაზეგავლენა. ხო, აი ნახე ახლა, ანუ მე ახლა ამას ვთქვათ ვერ დავეთანხმებოდი, იმიტომ რომ ვერ ასახავს ხალხის ინტერესს. ხო, ამას ვერ იმიტომ რომ რაღაცები ხდება, რაც ნამდვილად იყო ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ეს რომ ხო, ძალიან მარტივად კითხავ, ამიტომ სატესტო კითხავს რა. ვინც იხდის, ის უკვეთავს მუსიკას? ვინც იხდის, ის უკვეთავს მუსიკას, ბუნებრივია, მაგრამ აი მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ როცა ადამიანი ქართველი, საშუალო სტატისტიკური ქართველი, უყვარს ეს ქვეყანა, იცის ქვეყნის საჭიროება, ხო? და თქვათ არის გამოცხადებული რაღაცა ამას ვახსენე კიდეც პოსტი დავწერე, ფუღე პროექტია, ხო? ანუ რეალურად ის არის ან ფართოა, არ არის თქვათ დაკონკრეტებული, ან თითქოს და ესე ვერ მიხვდები, არ გჭირდება. შესაძლებელი იყო, რომ ადგილობრივ დონეზე ეს ისე გაგეკეთებინა, რომ ნამდვილად სარგებელი მეტი სარგებელი მიგება. მეტი სარგებელი ხო? კი ბატონო, შესაძლებელი იყო. კითხვა გქონდა და მინდა იმას უპასუხო, რომ არ დამავიწყდეს. არსებობს ესეთი ორგანიზაცია კავკასიის კვლევის რესურს ცენტრი, ვერავინ ვერ დააბრალებს ამ ორგანიზაციას, ვერც ხოცობას, ვერც ვერაფერს, წლების განმავლობაში აკეთებს კავკასიის ბარომეტრია ესეთი პროგრამა, ხო? და ძალიან საინტერესო კითხვებია. მე ურჩევ ხოლმე ხშირად ადამიანებს, რომელიც რაღაცა ანალიტიკური, ვთქვათ, სტატიაც თუ უნდა რომ დაწეროს და რომ შევიდეს და ნახოს იქ რაღაც ტენდენციებია, შეგიძლია კავკასიის რეგიონში ერთმანეთს შეადარო და ერთი ქვეყნის შიგნით დინამიკა ნახო. აი NGO-ების მიმართ ნდობა, ხო? ეხლა ჩავიხედე გუშინ 2024-ში აქვს გაკეთებული ბოლო ბარომეტრი. მანამდე 20-ის მერე თუ 21-ის მერე აღარ გაკეთებულა რატომღაც. 24-ში და NGO-ების მიმართ აი ფულით ან სრულად ვენდობი 6%. ცოტა ვენდობი იყო მე მგონი 14% რა. და ის პროცენტი რომელიც არ ვენდობი და საერთოდ არ ვენდობი იზრდება. წლების დინამიკას რო შევხედოთ, ნდობა NGO-ების მიმართ თუ იგივე არ არის, ცირდება, არ იზრდება. და ეს ხო თვითონ ხო ყველამ ვიცით, ხო? რატო არ გაკეთდა სხვანაირად? რატო არ გაკეთდა? ხო, მაგრამ ეს ვინ უნდა გაეკეთებინა? ეს უნდა გაეკეთებინა. ადგილობრივი ესე ვთქვათ NGO ელიტას, რომელიც ამას რაღაცნაირად ხედავს და პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ მეორე სხვა რატო უნდა გააკეთოს თუ მე მარტო რაღაცა დონორი თუ არ ფიქრობს ესე, მაშინ მე რატო გავაკეთე? იმიტომ რომ ნახე, ყველა ხომ მოვდივართ როგორც ჩვენი ბავშვობიდან ესე NGO-ები რაღაც თავის სათავედან. 90-იან წლებში როცა ეს არასამთავრობო სექტორი იქმნება, ხო? მე ხო ასაკი მახსოვს ეგ რა და როგორ იყო. ერთგვარი უცხოობა მაშინაც არსებობდა. უცხოობა, იმიტომ რომ ქვეყანაში არის საშინელი გაჭირვება, არ არის შუქი, არაფერი და შენ ეს ძალიან თვალნათელი იყო. ეხლა მე მაგალითად სტუდენტი ვიყავი, ხო, რომ იქ არის რაღაცა, იქ იყო ერთგვარი რაღაცა, იმიტომ რომ იმას იქ აქვს დვიჟოკი, იმას აქ დენი, იქ არის ყველა, ანუ ეს სოციალური განსხვავება ამ სექტორსა და დანარჩენ მოსახლეობას შორის და მე ეს გავლენასაც ვეღარ ხვდები, ხო იქ ჩამოყალიბდა რაღაც განყენებულ პლანქტონად.
მიხდი? ამიტომ აი ამ თავიდანვე გაჩნდა ეს რაღაცნაირად ერთგვარი დისტანცია, სოციალური დისტანცია აი ამ სექტორსა და იქ მომუშავეებსა და მთელ დანარჩენ ხალხს შორის. შემდეგ როცა უკვე ესეთი გაჭირვება აღარ იყო და ეგეთი დისტანცია და არც რაღაცა ხელფასებში განსხვავებაც აღმოიფხვრა ამ ქვეყანაში, ხო და ეხლა საერთოდ აღარ არის ეგეთი ელიტარული ხა გინდათ რომ სადღაც წახვედი არასამთავრობოში სამუშაოდ. გაჩნდა სხვა საკითხები. ეხლა მე კი გეთანხმები. საერთოდ საკითხია, რა, ხო, ნუ ვიღაცებს გასაგებია, მაგრამ მინისტრის ხელფასი შეიძლება კონდეს NGO-ს დირექტორს და ეხლა კი, მაგრამ ნუ ეხლა ბანკში უფრო მეტი აქვს. და შემდეგ რაღაც სხვა ამოცანები დადგა, მაგრამ მე მაინც გონია რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიძგი და ცვლილება რაც ამ სექტორში მოხდა ეს უკავშირდება 2003 წელს, როდესაც აი ამ NGO სექტორის მთელ რიგ აქტორებს საშუალება მიეცათ რომ აი შენ რომ ამდეს ლაპარაკობ და რაღაც ახლა მოხდა რევოლუცია და უამრავმა ადამიანმა დაიწყო მუშაობა და დისკრედიტაციის კუთხით დიდი ზიანი მიადგა, ხო, იმიტომ რომ ის ადამიანები მე აღმოჩნდა რაღაცა რეჟიმის ნაწილები, რომლებიც მას კარგად არ დაამთავრეს რა. ესეც ერთგვარი დისკრედიტაცია იყო, ანუ 90-იანებს თავის დაღი ქონდა, 2000-იანებს ამ მხრივ თავის დაღი ქონდა. მაგრამ აი ამ ის გამოცდილება რო გაქვს. არის თუ არა რაღაც ერთგვარი წითელი ხაზი, რომელიც არ უნდა გადაკვეთო. იმიტომ რომ რაღაც ეხლა გადავიდეთ ამ ტექნიკური პრობლემების გარდა ფოკუსი გავაკეთოთ აი პოლიტიკისა და არასამთავრობო სექტორის ურთიერთობაზე. გასაგებია რომ თემატიკით როგორ შეიძლება შეხება არ ქონდეს პოლიტიკასთან, მაგრამ აი სად გადის ეს წითელი ხაზი? ანუ აი ექიმს ხო აქვს რაღაცა მორალი რომ მოქალაქეც რო იყოს გარეთ გავიდეს ეს საოპერაციო მაგიდასთან ეს არ ვცელდება მგდელს აქვს, ანუ მთელი რიგი პროფესიები. აი არასამთავრობო სექტორში სად გადის ეს ხაზი? კი, აი ეს ხაზი პრობლემაა. ამას თავისი ისტორია აქვს ბუნებრივია. თვითონ ეს თეორიები სამოქალაქო სექტორის, ხო, და არასამთავრობო სექტორი ამ ეს არის მოხალისეობრივი ელემენტია ზოგადად, ხო? ანუ კლასიკურ თეორიებში ეს არის მოხალისეობრივი ელემენტი, რომელიც ჩვენთან არ არის მოხალისეობრივი და ჩვენ ქვეყნებში არ არის მოხალისეობრივი, ხო? ჩვეულებრივი სამსახურია. ეხლა რეალურად ძირითადად ან თავდაპირველი ეს თეორიები გვასწავლიდა რომ უნდა აკრიტიკებდეს ხელისუფლებას. ბუნებრივია უნდა აკრიტიკებდეს, მაგრამ ამან სხვა ფუნქციებიც შეიძინათ იგივე აკადემიურ თეორიებში, ხო? რომ უნდა აკრიტიკებდეს, კი ბატონო, უნდა ეხმარებოდეს, უნდა აანათლებდეს საზოგადოებას, კი ბატონო, და ხშირად აკეთებდეს იმას, რაც შეიძლება ხელისუფლებამ ძალიანაც უნდოდეს, მაგრამ ვერ გააკეთოს რა. რაღაცები შეუსოს. ეხლა სწორედ ჩვენ რომ და არის გადაკვეთის წერტილები, რა თქმა უნდა, პოლიტიკისა და NGO სექტორის, მაგალითად, ბიზნეს ასოციაციები. თუმცა ჩვენთან რაღაცა მახინჯური ბიზნეს ასოციაცია უნდა იცავდეს ბიზნესის ინტერესებს. არსად არ გამიგონია, არსად არ მსმენია, როგორც ახლა მოხდა, რომ ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები ლაპარაკობდნენ, უბიძგებდნენ ბიზნეს გაფიცვისკენ. ანუ ეს არის სრული ის არის რა, სიურრეალიზმია რა, იმიტომ რომ ბიზნეს ასოციაცია იმისთვის არის, რომ ლობირება გაუკეთოს ბიზნეს იმის ინტერესის დასაცავად, ხო? ასევეა სხვა სექტორის. ბუნებრივია უნდა აკრიტიკო. ნახეთ როგორ მოხდა? მოხდა ის, რომ შენ კრიტიკული უნდა იყო ხელისუფლებისკენ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ხელისუფლებას სჭირდება კრიტიკა, რომ ფორმაში იყოს, მაგრამ შენ მუდმივ ოპოზიციაში არ შეიძლება იყო და არ შეიძლება რომ ყველა ორგანიზაცია იყოს მუდმივ ოპოზიციაში. ეს არ არის, არაჯანსაღია, ხო, აი თქვა, 17-ო კოალიციაო, ხო? აი, როგორ შეიძლება რომ 17 კოალიციის 17 წევრის ყველა თანამშრომელი ერთნაირად საუბრობდნენ, რომ მე არ მჯერა, რომ არჩევნები მოიგო ოცნებამ. ანუ აი, არ მჯერა. როგორ შეიძლება რომ არც ერთი არ იყოს რა, რომ აი რა ვიცი მე, ეჭვი შეეპაროს, ან სხვანაირად შეხედოს, ან სხვა ხასიათზე იყოს, ხო? მაგრამ ეს ალკე პრობლემაა კიდე. ჩვენ წეღანაც ვისაუბრეთ, როცა ბაბლად მართლა ჩამოყალიბდა ეს. პირველი თაობა NGO-შნიკების და მე მათ შორის, ხო? თავიდან როგორ იყო, ანუ იყო სულ უცხოელები იყვნენ, ხო? მერე ქართველები ნელ-ნელა თანამდებობებს ეუფლებოდნენ. თუმცა კრიტიკული აზრი არც მაშინ უყვარდათ დიდად და ზუსტად ესევე იქცეოდნენ რაღა დაგიმალოთ. რა, აი როგორც ახლა აი დიალოგში რო არ შემოდის ადამიანი, ხო? აი რომ შენი არგუმენტი გაქვს და დიალოგში არ შემოდის. ესე იქცეოდნენ. კი არ შემოდიოდნენ, აი რა ვიცი, მარტივ რაღაცაზე, პროგრამის განხორციელებაზე. ეს პროგრამა ესე უფრო ეფექტური იქნება, თქვათ, ხო? არ გადავებიან. უბრალოდ არ შემოდიან დიალოგში რა. მაგრამ სადღაც ჩაინიშნავენ, რომ შენ არ ახარ ბაბლის წევრი.
ეხლა იქ სისტემა იცავდა დიდ ორგანიზაციებს, იქიდან ეს მაგის გამო არავინ არ გამოგიშვებდა, მაგრამ რეალურად ეს მე გადმოვიდა. ეხლა პოლიტიკას და ბევრი რაღაცა და თუ ხდებით თემიდან თემაზე გამაჩერე, მაგრამ ნახე როგორ იყო NGO სექტორი იყო 2003 რეალურად 2003 წელს ხელისუფლება რომელიც მოვიდა იმან ამოწურა NGO სექტორი ანუ ამოიყვანა მთელი ის ადამიანები ვინც NGO სექტორში მუშაობდნენ და ისინი გახდნენ ხელისუფლების წევრები უკვე არა სამთავრობო სექტორი უკვე გახდა სამთავრობო სექტორი რეალურად მაშინ იყო იმაზე ლაპარაკი რომ აუ გაღარიბდა NGO სექტორი მაშინაც ეხა მაშინ თუ რამე ანალიტიკური ან დისკუსია იყო ან რაღაცა შეხვედრაზე, რა ვიცი, ჩემი აზრი მაშინაც იყო, რომ არ იყო ეს პრობლემა, იმიტომ რომ თუ ანუ ახალი წამოვიდოდა, ახალი რაღაცა სხვა აზრი გაჩნდებოდა, ხო, მაინც და მაინც ეს. ნახე, მაგრამ სამაგიეროდ ახლა დონორების დინამიკას შევხედოთ, ხო? 2003 წლამდე ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი დაფინანსება ჰქონდა აი იმ კომპონენტს, რომელიც აფინანსებდა სამოქალაქო საზოგადოებას და მედია განვითარებას. 2003 წლის მერე USAID-ში დაიწერა კიდეც phase out სტრატეგია. ანუ USAID-ის გასვლის სტრატეგია დაიწერა საერთოდ რა. იწერებოდა 2003 წლის მერე. იწერებოდა გეგმა, როგორ უნდა გასულიყო, იმიტომ რომ იმითი როგორც უნგრეთიდან გავიდა, ვთქვათ, იმიტომ რომ და სხვა ქვეყნებიდან, რომელიც დემოკრატიულ გზას დაადგა, ასე ვთქვათ, ხო? ნუ მე შეიცვალა ეს ანუ ხელმძღვანელი და ნუ რაღაცა პერიოდში ეს, მაგრამ ეს ამ გასვლის სტრატეგიასთან ერთად იმ პერიოდში ვისაც უკვე ქონდა NGO, ხო? იმან კარგად იცის, ან ვინც რომ მნიშვნელოვნად შეიკვეცა სამოქალაქო სექტორის დახმარება. ეხლა აქედან ამ გადასახედიდან ჩვენ ხო არ ვიმხრობი ხოლმე ამ თეორიებს, რა ქვია, კონსპირაციის თეორიებს, მაგრამ ანუ შეუმცირდა NGO სექტორს დახმარება. იმიტომ ხომ არ შეუმცირდა, რომ ის მაკრიტიკებელი სექტორი აღარ ყოფილიყო იმ დოზით, ხო? ანუ ესეც ან უკვე აღარ იყო, შეიცვალა ვითარება. ხო, კი ბატონო. და მე ისევ დაემატა ეს დახმარება ნელ-ნელა, ხო? ანუ ისევ მოემატა. ეს როგორც რაოდენობრივად, ისე თანხობრივად. ეხლა როცა 2012 წელს რომ მოვიდა არსებული ხელისუფლება, ეს ადამიანები ისევ NGO სექტორში გადალაგდნენ. ისევ შექმნეს ახალი ორგანიზაციები. და არ კიდევაც რომ ბრუნავი კარის პრინციპი რა, აქედან გადიხარ, მე შედიხარ, რაც მე ხა პრინციპში რაც თუ ამერიკულ სისტემას იცნობს ადამიანი, იქ ეს პრობლემა არ არის. არა, პრობლემა არ არის, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ უპირობო დაფინანსება ქონდა ბევრ ეგეთ ორგანიზაციას. უპირობო დაფინანსება. იმიტომ რომ ეს ადამიანები, ანუ სექტორი ანუ აი ეხლა ნახე მივდივართ ეხლა აქედან უკვე სხვა თავარდებაზე. ესე იგი საბოლოო ჯამში იკვეთება, რომ თავარი არის ადამიანური რესურსი. ანუ მიდგომა როგორც იყო, ხო იცი, სტალინური მიდგომა, რომ კადრები წყვეტენ ყველაფერს. მე დაავალე მარენკოს და რეპრესიებს რო აკეთებდა რეპრესიები იმანაც გახადა შესაძლებელი 77 წელს ესე ვთქვათ, ხო, იქ ბოლშევიკები დაიხვრნენ ძირითადად ძველი გვარდია. რომ იმას მომზადებული ქონა კარტოტეკა და ახლობით 5 მილიონამდე ადამიანს, ვინც მერე ჩაანაცვლა ეს გამოთავისუფლებული ადგილებიდან. იმიტომ რომ ამას ფასი აქვს რა, ამას კადრს. ანუ ეს არის მომზადებული, ესე ვთქვათ, ეს პლანქტონი, ადამიანური რესურსი, რომელიც უკვე მერე მიდის მარჩელობა, რომ როგორ, ანუ ესენი მართლა რაღაც სიკეთე მოაქვთ, თუ უბრალოდ ვინახავთ ჩვენ ამ აქტივს, ეს არის რაღაცა ერთ-ერთ ეხლა გაოპოზიციონერებულ პოლიტიკურ ლიდერს დავესესხები, რომელიც სანამ გაოპოზიციონერდებოდა, მანამდე თქვა, რომ რა თქმა უნდა, NGO სექტორიო, ესე ვთქვათ, არისო, ის უცხოეთის ხელშიო, ალესილი დანაო რა, რომელიც ხელისუფლებაზე არის მიდებულიო. დღეს ალბათ სხვანაირად ფიქრობს, ან მაშინ ფიქრობდა, არ ვიცი როგორ. ხო და იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ამას ხედავთ, მაგრამ აი სწორედ ამ ხელისუფლების დროს ჩვენ ვნახეთ ორი რამ. ძალიან მზარდი პოლიტიზირება, როცა ეს ადამიანები, ვისაც ვიზავთ, გამოვიდნენ ავანსცენაზე, უკვე განსხვავება წაიშალა პრაქტიკულად პოლიტიკურ ლიდერს და პოლიტიკურ ფუნქციონერსა და არასამთავრობოს შორის. ანუ ჩვენ მივიღეთ ეკლესიას ხო აქვს თავისი ფუნქცია, მაგრამ მაგალითად დასავლეთს აქვს პრაქტიკა, რომ ეკლესია ამ ფუნქციებიდან გამოვიდა სხვადასხვა მიზეზების გამო, ხო? იმიტომ რომ სასამართლო ფუნქციები შეუძლია შეითავსოს, აღარ ვლაპარაკობს პირდაპირ მართვაზე და ცეზაროპაპიზმზე, ესე ვთქვათ. უბრალოდ პაპის მმართველობაზე რა. შეიძლება მივიღოთ ინკვიზიცია და ჩვენ ვნახეთ ეს ინკვიზიცია. როცა ის გასამართლებს რაღაცა გელაპარაკება ძღირებულებებით, აი დიალოგში არ უნდა შემოვიდეს, ეს უნდა მოინათლოს რაღაცა რუსულ პროპაგანდათან, სხვა რაღაც დემონიზირებულ ტერმინებად. და აღარ მოდის ეს უკვე ანუ რაღაცა ახალ ფუნქციებზე ჩვენ ვნახეთ, აი სწორედ აი ამ
ხელისუფლების კადენციისას, ესე ვთქვათ, ეს მზარდი გამოხატულება და მეორეს მხრივ უკვე ბოლოსკენ რო გადავიდეთ, ჩვენ დავინახეთ, როგორ დაიწყო ხელისუფლების რეაქცია აი ამ მზარდ გავლენაზე. უკვე პოლიტიკაზე გავლენაზე. ანუ შენ მეთანხმები თუ არა, კითხვა რა შემდგომარეობს, რომ ეს მართლაც შეიცვალა და რამდენად ბუნებრივია NGO სექტორში, იმიტომ რომ ისინიც იქნება ეძებდნენ ახალ ფორმებს. უჭირდათ გესმის, ამოიწურა რაღაცა ფუნქცია და ეხლა გადმოვიდნენ ამაზე, რამდენად ბუნებრივია და იყო თუ არა სხვა გზა და მეორე როგორ აფასებ მე ხელისუფლების რეაქციას. იცი როგორ არის, ეხლა წეგან ვახსენე, რომ კრიტიკული უნდა იყოს ხელისუფლებისთვის. ხო, თუნდაც შენ ხარ watchdog-ი, ხო? და ანუ შენი ფუნქცია არის მხოლოდ ის, რომ აკრიტიკო ხელისუფლება, რა. გასაგებია, მაგრამ манипуляция ინფორმაციით არ უნდა გააკეთო, ეს სხვა არის რაღაცა, ხო? ანუ რაღაცა არ უნდა შექმნა საზოგადოებაში ცრუ აღქმები იგივე იმ ხელისუფლებაზე, ხო? ანუ იყო ესეთი მაგალითები არაერთი, როცა ვთქვათ, манипуლირება ხდებოდა ინფორმაციის იგივე სახელმწიფო განაკვეთებით და რაღაცებით. აქ არ შევა. რეალურად ვერასოდეს მოახერხა NGO სექტორმა რომ კონსტრუქციული მოლაპარაკება მოახდინოს ხელისუფლებასთან. თუნდაც საქმიანი, ხო, აი policy based, ხო, აი სასოფლო სამეურნეო პოლიტიკა არ მომწონს და მოდი ეხლა რაღაცა ესე არ არის საჭირო, ესე არის საჭირო. ერთი ის რო არის, რომ სპეციფიკური დარგობრივი რესურსი ძალიან ცოტაა NGO სექტორში, აი რომ კვალიფიცირებული რჩევა მოგცეს, რომ ეს სოფლის მეურნეობა როგორ უნდა განვითარდეს, ან ენერგეტიკა რო აი ძალიან ცოტაა ესეთი სპეციფიკური პროფესიული რესურსი, ეს ერთი მხრივ. მეორე მხრივ ახლა წინასიტყვეობაში შენ ახსენე, ანუ ამ გუშინდელ გამოსვლაში ისიც თქვეს, რომ აი სავალდებულო აღარ იქნება NGO სექტორის მონაწილეობა სამთავრობო, ხო? რა ვიცი, ძალიან წირი იყო ის ჩართულობა, რეალური ჩართულობა, ინფუტი, ხო, რომელიც დადებით ზეგავლენას მოიტანდა იმ პოლიტიკაზე, რა, აი ძალიან წირი. იქ უნდა დარგობრივი სპეციალისტი ჩაერთოს და არის ეს მნიშვნელოვანი და რაღაცა ეტაპზე, როცა პოლიტიზირებული NGO-ები თან აქ ხელისუფლებას ურთიერთობა ასე ვთქვათ პროცესში ისინი რაღაც დონემდე გეთანამშრომლებიან და მე აღარ გეთანამშრომლებიან რა შესაბამისად ხო პოლიტიზირებული ხდება ეს ყველაფერი კი ბატონო და ამიტომ ხო რეაქციაზეც ვიტყვი ხო ამიტომ შესაბამისად რეაქცია ახლა ისე ანალიტიკური წყარო უნდა მოვიყვანო არსებობს ეს წყაროები და იქ წერია რომ სამოქალაქო სექტორის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია განსაკუთრებით კრიზისების დროს და განსაკუთრებით ისე დროს როცა არის პოლარიზებული საზოგადოება არის საზოგადოების კონსოლიდირება და თუ საზოგადოების კონსოლიდირებას ვერ ახდენს სამოქალაქო საზოგადოება კრიზისების დროს ხო მაშინ ტენდენცია არის დემოკრატიული დემოკრატიის უკუსვლებისო ამას ამბობენ. ზუსტად მაგას არ აკეთებენ თავისი გადმოსახედიდან, რომ საზოგადოების კონსოლიდირებას ვაკეთებთ, აი, უფრო აქტიურად უჭერთ ხაზს და ეს არის საზოგადოება გეუბნები. ხო, რა ვიცი, ახლა საზოგადოების კონსოლიდირებას ვერ დავარქმევდი იმას, რომ განსხვავებულ აზრზე ვინც არის, იმას ანათემაზე გადასცემენ. იმიტომ რომ უნდა იყოს ერთი აზრი და ეს ერთი აზრი. ხო, ეს არ არის კონსოლიდირება საზოგადოების. მაგას ვიძახი, რომ დამატებითი ფუნქციებია, რომ შენ უკვე სასამართლოს ფუნქციასაც იძენ და მეორეს მხრივ შენ იძენ ჯალათის ფუნქციასაც, იმიტომ რომ შენ გამოგა განაჩენი. შენ ეუბნები იმას, როგორ უნდა გააკეთო, ხვდები? როგორ უნდა გამოხატო პროტესტი, ჩაფურთხების კამპანია. აგერ ქალბატონმა ამხელა ამდენი წელია საქართველოში იცხოვრა და ქალბატონმა ლორამ პირდაპირ აგერ ფრანგული მაგალითი გადმოიღეთ კაცო ეგერ. დატვირთე ზილი იმეთი ნაკელით და დაყარე რუსთაველს. ანუ გესმის, ანუ ამასაც შენ განსაზღვრავ. ერთი რომ უნდა გაასამართლო, თქვა რომ აი ეს სწორია და ეს არასწორია, მტყუარ მართალი და მეორე უნდა აღასრულო ის სასჯელი, რასაც გამოიტან რა, როგორ უნდა რაღაც გააკრა პლაკატი, გამოხატო აი მთელი რიგი არც ისე soft power-ი სხვათა შორის ძალიან. კი ბატონო, მაგრამ ორი სიტყვა მინდა ვთქვა, რადგან მე მგონი ბოლოსკენ მივდივართ, ორი სიტყვა მინდა ვთქვა. რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო უკეთ, არა მარტო NGO სექტორის მხრიდან, ხო? მილიონი ანგარიში არის დაწერილი და მილიონი კვლევა არის, ანუ მილიონი ახლა ვუწირებ, მაგრამ არსებობს წლების განმავლობაში, ვთქვათ, მეტნაკლებად დამოუკიდებელი ერთეულები, რაღაც გუნდური ერთეულები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებისგან იყვნენ შემდგარები და აფასებდნენ ამ სამოქალაქო საზოგადოებას და მაგალითად
დაფინანსების ალტერნატიულ მექანიზმებზე იყო ლაპარაკი. ანუ ყოველთვის იყო ლაპარაკი, რომ სადამდე უნდა იყოთ, ანუ დონორიც ამბობდა, რომ სადამდე უნდა იყოთ ჩვენს ფულზე, სექტორიც ამბობდა, სადამდე უნდა ვიყოთ დონორის ფულზე და ექსპერტებიც ამბობდნენ, რომ მნიშვნელოვანია, რომ დაფინანსების ალტერნატიული მეთოდები გაჩნდეს ქვეყანაში, სამოქალაქო სექტორის. და ამისი არაერთი მექანიზმი სხვადასხვა ფორმით, ანგარიშის ფორმით იყო გაკეთებული და მიწოდებულიც იყო, არასოდეს არავის ამაში არ ჩაუხედავს. ხვდები რას ვამბობ? ანუ შეიძლება ამ მექანიზმების, ესეთი კრიზისი აღარ დადგებოდა, ხო? ამ შემთხვევაში რა. მე მახსოვს 2012-ში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ რატო გავაკეთოთ რაღაცა ფონდი, აქედან წავიდეს გრანტები, იქ შეიძლება რაღაც საგადასახადო შეღავათები, ყოველ შემთხვევაში ეს სფერო რაღაცა ბევრი მექანიზმია ძალიან. ეხლა სხვათა შორის ისევ არის ამაზე ლაპარაკი და ერთ-ერთი ინიციატივა ეს იყო, რომ ანუ USAID ეს არის ამერიკული ფული. და თუ ამერიკის ხელისუფლებას აქვს უფლება, რომ თავისი გადასახადის გადახდელი ფული დახარჯოს მთელი რიგი ინსტიტუციების გავლით საქართველოში. ანუ ეს ხო სახელისუფლო, ეს არის მთავრობის ფული. ეს არ არის NGO ვიღაცას გონია, რომ ეს დამოუკიდებელი ფული. არა, ამის დონორი არის პირდაპირ სოფლიოს ზესახელმწიფო თავის ძალიან კონკრეტული ინტერესები. რატო შეიძლება რომ ასევე გამჭვირვალოთ, როგორც საპენსიო ფონდი გვაქვს, ხო ყველასია ეს ფული, მაგრამ ხელისუფლება მართავს იმ განსაზღვრული მექანიზმით. ასევე იყოს მსგავსი რა. კი, ოღონდ ბევრი რამე დაგვიანებულია. არა, არ არის დაგვიანებული, უბრალოდ კრიზისში ჩავარდება რამდენიმე კარგი ორგანიზაცია, რომელიც მე მიყვარს და შეიძლება ვერ შეუწყდეს რაღაცა პერიოდი, ვთქვათ, საქმიანობა, შესაძლოა, იმიტომ რომ სანამ ეს მოწესრიგდება, ესე არ არის მარტივად. ჯერ ესეთი ჩვენ გვაქვს სახელმწიფო გრანტები, მაგრამ სახელმწიფო გრანტები ჯერ ესეთი ცოტაა და მეორეს ერთი მოქმედებენ შესყიდვების მექანიზმით და არის ძალიან რთული, იმიტომ რომ ჯერ უნდა შენ საქმე გააკეთო და მერე გადმოგირიცხოს ფული და ეს არის ძალიან რა ვიცი, ისა, ხო, რაღაც არამართებული მიდგომა. მნიშვნელოვანია ასევე ამის აუცილებლად არ შეიძლება რომ თუ მარტო ერთ წყაროზე ასევე არ შეიძლება რომ იყოს მიბმული, ამიტომ არის მექანიზმები, სადაც დონორი, ანუ სახელმწიფო ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბიზნესი და მოქალაქე ერთობლივად აკეთებს რაღაცას და ამის მექანიზმებიც არსებობს. არსებობს 1%-იანი მექანიზმი, რომელიც ჩემი გადასახადიდან შეიძლება მიუმართო და თუ მინდა რომ სექტორი და ახლა რაც შეეხება საპროტესტო ფულს, ხო, საპროტესტო ფულს. თუ ახლა ჩვენ, მე და შენ და კიდევ ვიღაცები გადავწყვეტთ, რომ ძალიან არ მოგწონს რაღაცა, ხო, იმ ფულს ვიპოვნით, ჩვენ ჯიბიდან დავდებთ, ხო? ანუ ეხლა წეგან ახსენე შენ რომ არსებობს აი ბიზნესმაო ასოციაცია გააკეთა ეხლა ახალი და მე გაფიცუსკენ მოუწოდა. იმ ბიზნესში რაღაც პლატფორმა რომ გააკეთეს 3000 ორგანიზაციაა რა, კომპანია დარეგისტრირებული და ну აი წარმოიდგინე რაღაც ელემენტარულად 1000 ვარიც რო დადონა 1000 რა თანხა გროვდება რასაც ჩემ პროტესტს იძახი ერთი მაგრამ მე მინდა დაუბრუნდე ეხლა გადაცემის ბოლოს ისევ აი ამ USAID-ის თემა შენახსენე ესეთი რამ რომ ის რაც ეხლა ხდება და ეს მართლაც არის ამერიკის ინტერესის გამტარი დონორი მთავარი ორგანიზაცია USAID ეს ხო ამ USAID-ის ისე ვთქვათ გაჩერება საერთოდ დახურვა თუ გადაკეთება თუ მოკლა სულად აისახება ინტერესი. აი აქ მინდა მე გაგიწიო ოპონირება და სწორედ საქართველოს მაგალითზე რა. ანუ ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი დაინგრა და ამ ნანგრევებში ჩვენ მოვყევით და ეკონომიკურად გავჩანაგდით, რასაც ქვია. და შემდეგ ერთ-ერთი მართლა იყო მნიშვნელოვანი და ეს ედუარდ ჩევარდნაძეს უკავშირდება, ხო, რაღაცა დონორების გამონახვა, სხვა სახელმწიფოების დახმარებას, რომ რაღაცა ელემენტი, ვისაც ახსოვს ახლა. დღეს უმეტესობას ვიც უსტავალს დღეს, იმათ არ ახსოვთ, მაგრამ არ აღუშავს. მაშინ ეს დახმარება იყო და გარკვეულწილად ჩვენი დასავლეთთან თანამშრომლობა ეს მჭიდრო უკვე ითვლის 30 წელს მაინც ხო თქვა ედუარდ შევარდნაძე ზუსტად წელს გახდება 30 წელი პირველად პრეზიდენტი გახდა კონსტიტუცია რომ მივიღეთ და მას შემდეგ ეს ორიენტირება გვაქვს იმიტომ რომ ჩვენ მათ დახმარებით მათი შემწეობით რაღაცნაირად ვიარეთ ხო ამ პერიოდში წაგებული ომების შემდეგ ანუ ეს დამოკიდებულება არსებობს ამის შემდეგ თუ რაღაცები იქ იცოლება და არც მეტროპოლიაში არ შეიცვალა, მაგრამ შენ უკვე იღებ რაღაცა NGO სექტორს აქ, რომელიც უკვე ხდება რაღაცა მდგენელი, გამსაზღვრელი, რაც ახლა ვილაპარაკეთ, რაღაცა უკვე პოლიტიკის დამკვეთი, ისეთი აქტიური მონაწილე, რომ იღებს უკვე საარჩევნო, ესე ვთქვათ, როგორ ვთქვა, რა ვიცი, რევოლუციებში მონაწილეობას, ერთი წარმატებული 2003, იმიტომ რომ მას დაეყო მაშინდელი პროტესტი და მეორე წარმატებელი 2020, ორივე უკავშირდება ისვეც. რომ ბოლოს უკვე სახელმწიფოში თან მით უმეტეს დღევანდელ საინფორმაციო ეპოქაში, როცა უკვე ეგრე აღარ შეფუთა ყველაფერს ლამაზად ბევრი რაღაცა ჩანს, ამან გამოიწვია გაუცხოება.
ანუ დღეს თუ ვიღაცამ შეიძლება გუშინდელ ინიციატივას ქართული ოცნების ერთგვარად დრაკონული კანონები დაარქვას, აი ნახეთ, ამას წინაპირობა აქვს თავისი. რომ ანუ დღეს მე ხშირად ვიძახი რომ ჩვენა გომია უკვე დაპირისპირებული მხარეები არის და არსებობს იქიდან მხარე რომელიც პირდაპირ იძახის რომ რა თქმა უნდა გადავტეხოთ, გავაგდოთ, გავანადგუროთ, ანუ ეს დეკლარირებულია ეს ომი აქ არავინ არ იძახის რაღაც სამართლიანობა გვინდა. არა, აქ არის ლაპარაკი რომ ჩვენ ახლა ვიბრძვით და უნდა მოგიგო. და ბუნებრივია აქ ორივემ არც ერთი არაპირებს დამარცხებას, ხო, როგორც ფეხბურთზე არაპირებს მოედანს დამარცხებას. და აქედან გამომდინარე ჩვენ ვიღებთ ამ სიტუაციას და ეს საბოლოო ჯამში რომელიღაცა ერთი მხარე აუცილებლად მოიგებს, ესე დიდხანს ვერ გაგრძელდება და ვიღაცა დამარცხდება. მაგრამ რაც ამას შეეწირება, ეს იქნება ნდობა აი იმ დასავლეთის მიმართ, რომ შენ მე მეორე ხელით ლესავდი, როცა აქ მეხმარებოდი და ეს ვთქვათ მასუქებდი, იმიტომ რომ მეხმარებოდი, ხო აი ჯვრის მონასტერზე რაღაც 600,000 დაახარჯე და კიდე უამრავი რა, მაგრამ ამას მოყვებოდა კიდე ის რაღაცა ტოქსიკური დღის წესრიგები, საერთოდ უცხო ჩვენი რაღაცა ყოველდღიურობისთვის და ალესვა იმ დანის რაც არასამთავრობო სექტორი ქვია და ბოლოს დაკლა დამიპირე. ანუ ეს დამოკიდებულებაა და ესო დამთავრდება და თუ ვერ დამკლავ ბუნებრივია რომ გაუცხოება მექნება და იქნებ სწორედ ეს არის რასაც იძახის დღევანდელი სახელმწიფო მდივანი რომ ამერიკის ინტერესი ზიანდებოდა იმიტომ რომ გადაყვა ამ USA-ს და ამ ეს რო არ ეთქვა ხო არ დაზიანდებოდა ან რაცო ანუ ეს მაგრამ ვეღარ მალავს ჭირით სადღაც ხო ეხლა იმას ხო ჩვენთვის არ ვთქვამს ეს იმას ხო ჩვენთვის არ ვთქვამს ის ხო თავის არ ჩვენთვის და არც ბულგარეთისთვის და არც ის ხო თავის ამომრჩეველს ეუბნება ჩვენ გვესმის რომ ამერიკაშიც თავისი კონტექსტია და თავის დაპირისპირების ხაზებია მაგრამ სადღაც ხო გამოჩნდება ის რომ იქ რაღაცა ავღანური არუცი ეხაც ფეიკი მგონია ის რაღაცა ფურცელი გესმის რომ რეები ფინანსდებოდა მსოფლიოში ეს ეხლა ამოხეთქა მაგრამ ნუ როდემდე დამალავ ამას აი ამ კორუმპირებულ ფულს სადაც ვიცით რომ უკვე რაშენ რაღაცა უბრალოდ რაღაცა პლანქტონს ყვებავ ესე ხო კი ბატონო ნუ ძალიან ბევრია სასაუბრო ხო მე მაგიტო ვთქვი ის ჯერ ეს განცხადება გაკეთდა ამერიკელი ამომრჩევლისთვის და იმათ ყოველთვის იყო პრობლემა აი მე ხა ამერიკელებს ვიღაცებს ან არა სექტორში მომუშავე ამერიკელებს ამერიკაში რო ვესაუბრებოდი აი უნივერსიტეტებში ისინი გამოთქვავდნენ რომ ძალიან ბევრი ფული მიდის საზღვარგარეთო რა ან დემოკრატებიც მათ შორის ძალიან ბევრი მიდისო და აქო იმდენი პრობლემა არისო რატომ მიდის ამდენი ფული ხო ანუ ეს იყო და ხა ისედაც ეხა რეალურად ამათ უპასუხა ხო არსებულმა პრეზიდენტმა და ეგ თქვა რომ ეხა ეს ფული ესე ანუ აზიანებდა კი ბატონო ანუ ცუდ განწყობას ქმნიდაო ანუ და ეხა იმათ უთხრა ეს და ისინი იმათ მოეწონებათ, მაგრამ ჩვენც ხო ვისმენთ ამას. ხო, გლობალურია, მაგიტომ ვიცით მე გადაცემაში დღეს ზღვარი საშინაო საგარეო პოლიტიკას შორის წაშლილია. ყოველი დილა აქ იწყება, იქ ხო ამ დროს ჩვენთან რო დილა, იქ უეს აღამოიყო და ხედავთ იქ. კი ბატონო, თუმცა რაც ამერიკის ინტერესებს ახლა არ არის, მაგრამ ხო არ განვიხილავ მე ყველა შემთხვევაში ამერიკულ ინტერესებს აქ ნეგატიურად, ხო? შეიძლება იყოს რაღაცა პირობითად ვამბობ, ხო, ნებისმიერი დონორი. შეიძლება გინდოდეს რომ იყოს სიმშვიდე, იყვნენ მამეთ შენნაირები, ხო? და რაღაცა ყველა ერთნაირად რო ვაზროვნებთ, მე ყველანი კარგად ანუ ხო, ეს ხო ფილოსოფიაში გადავარდებით ახლა, ხო? რომ ანუ რა არის უკეთესი და აქ არ შევალ, მაგრამ ჩემთვის პრობლემური ის იყო აი ამ წლების განმავლობაში თან ამ გადასახედიდან რო ვუყურებ, რომ იგივე აი ეს სტრატეგიები, რომლებიც იყო გათვლილი იმაზე, რომ ადამიანებს სწორი დამოკიდებულება შექმნოდათ რაღაცებთან მიმართებაში, ხო და თუნდაც ის რეალური სიკეთე უკეთესად მიიღოთ, ხო? აი ეს სადაც არ გაკეთდა და ეს ისე ქართველების დამსახურებით არ გაკეთდა. აი ამაზე მწყდება გული, ხო? კაი, ბოლო კითხვა, მოკლედ დღეს უკვე რასაც უყურებთ ჩვენ რა პროცესიც მიდის პარლამენტში ქვეყანა მას შემდეგ, რაც ჩატარდა არჩევნები, ჩატარდა ამერიკული კომპანიების მონაწილეობით, ამ არჩევნების შედეგიდან გამომდინარე, ეს ოპონენტმა არ მიიღო, ეს არ მიიღო დასავლეთმა, ეს არ მიიღო მე მათი წაქეზებით უკვე ოპოზიციამ, გავიდა ერთი თვე 2020-დან განსხვავებით, არც ამ ერთი თვის შემდეგ მოხდა ამის აღიარება და ხელისუფლებამ პრაქტიკულად 28 ნოემბერს გამოაცხადა, რომ ნუ კარგი, არ გვაღიარებთ, მაშინ ჩვენ გავყვებით, ჩვენ ახლა უნდა ვდიოთ სხვა ვარსკვლავს, არა იქ რაღაც ევროკავშირის იმაზე ვარსკვლავს, არამედ სხვას. იმ დროს, როცა უკვე ისედაც არაპირებდი კარის გაღებას, მაგრამ როცა ეგ დრო მოვა, ჩვენ ქვეყანას ავაშენებთ და მერე დაგიკაკუნებთ, ესე ვთქვათ რა. ანუ პრაქტიკულად ჩვენ მივიღეთ რაღაცა აბსოლუტური სუვერენიზაციის პოლიტიკა ავირჩიეთ
და სწორედ აი ამ პოლიტიკის ფარგლებში ახლა ვიღებ თელ რიგ რაღაცა კანონებს, ხო, რომ აი ყველაფერი ქართული. აღარანაირი ვალდებულება არა გვაქვს, რომ ახლა ვიღაცა იქ გარედან დაფინანსებულ პრაქტიკულად აგენტურა ჩავრთოთ აქ რაღაც ჩვენი პოლიტიკის შემოქმედებაში. ქვეყანაში მართლობა წყდება მხოლოდ არჩევნებზე და არანაირი რაღაცა სხვა ფაქტორების ჩარევით. ეს არის უკვე გაცხადებული და უკვე ცალსახა პოლიტიკა და ის მთელი პროტესტი, რაც ამას მოყვა, ნუ მართლა ვიღაცა ერთი მხარე თუ გაიმარჯვებს, თორე უკვე აქ შეთანხმება უკვე შეუძლებელია ეს ზღვარი გადალახული. აი ეს დღეს რა ვითარებაც არის და უკვე რის კონტურების ჩანს და ხვალ რა შეიძლება დადგეს. შენი აზრით საით მივდივართ და აი იმ ახალ რეალობაში იმ ქართული NGO სექტორის როლი, ადგილი თუ შინაარსი რა იქნება? მით უმეტეს იმ ფონზე, როცა იქ მეტროპოლიაში პოლიტიკა იცვლება და პრაქტიკულად რაღაცა მიტოვებული ლეგიონებით გამოდის ეს ხალხი. ხო, არა, ძალიან რთული პროგნოზი, ძალიან რთულია NGO სექტორისთვის პროგნოზის გაკეთება. ეს ახალი პოლიტიკა და ეს განცხადებები მეტეორებით იყო. აი დედამიწას რომ მეტეორი დაეცემა, ხო? აი ამ დონის იყო ეს ყველაფერი. ეხლა ახალ NGO სექტორი რო ავიღოთ, დავანებოთ თავი პოლიტიკურ პარტიას, მართლა ერთნაირად იქცეოდნენ და მე რო ვიყო NGO და მე რო ვიყო პოლიტიკური პარტია, რო ყოფილიყავი, ხო? აი ამ ახალ გეოპოლიტიკამდე რო ყოფილიყავი, თუ ძალიან მჯერა, თუ ძალიან მინდა რომ ევროკავშირის წევრი ვიყო, მე იმას კი არ ვიტყოდი რომ აქ სანქციები დააწესეთ და ეს არ მიიღეთ. პირიქით, ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ამ ნაწილში სულ ამბობდი რომ ჩემთვის პირადად როცა ამ სექტორში ვიყავი და მე სხვა სექტორშიც ვიყავ, სულ ამბობდი რომ ოპოზიცია, პოზიცია და NGO არის ორი საკითხი იყო ყოველთვის ჩემთვის, რომ ევროინტეგრაცია და ტერიტორიული მთლიანობა ამ ორ საკითხში ყველა სექტორი უნდა ყოფილიყო ერთ პოზიციაზე და უნდა ყველაფერი შეგელამაზებინა პირიქით იმ თვალსაზრისით, რომ თუ ვიცი რომ ევროკავშირი როგორც ასეთი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრობა ჩემი ქვეყნისთვის კარგია, ყველაფერი უნდა გამეკეთებინა იმისთვის, მიუხედავად იმისა, რას აკეთებდა ხელისუფლება, ხო? აქედან მხრიდან რა, უნდა გამეკეთებინა და მე იქ მებრძოლა ახლა, ხო? იქ სხვა რაღაცებზე მებრძოლა, პოლიტიკაზე, შიდა რაღაცებზე მებრძოლა. არა, ყოველ შემთხვევაში შენ შეგეძლო არ დაგეზიანებინა სისტემა და შეგეძლო არ დაგეზიანებინა, კი ბატონო. ხო, იმიტომ რომ ახლა ჩვენ ყველა ხოლმე ვიცნობიერებთ, რომ ახლა რეესტრში არის ასობით პარტია რა, შეგიძლია ის არ დააზიანო. კი ბატონო. და იმაშიც არის, ხო? კი ბატონო. მდელს დაუბრუნდები რა, თუ უნდა იომო, მაშინ ჯვარი მოიხსენი და ისე გადაწყვეტს სულ. და NGO-ს რა ეშველება და არ ვიცი. მედია და NGO სექტორი, ხო. არ ვიცი. შეიძლება გაჩერდება ბევრი მათგანი, ბუნებრივია, არ ექნება თქვენ. ხა რაღაცა ციკლები ხო არის თავისი, ახლა რაღაცას ცოტა მორჩენილი აქვს ფული, რაღაცას, მაგრამ რეალურად 99%-ით დაფინანსების არის. ანუ ძალიან ცოტას აქვს თავის შენობაც კი. ანუ თავისი შენობა უმეტესწილად ეგ ცალკე თემა კიდე, ხო? ქიდის ფულს მოგცემენ $5000 თვეში და არ გაყიდინებენ შენობას. რამდენიმეს აქვს მხოლოდ თავისი სამყოფელი ასე ვთქვათ რა. კარგი, დიდი მადლობა თამუნა ამ თემაზე, მე მგონი ყველაზე ისეთი შინაარსობრივი საუბარი გამოგვივიდა და ნახოთ, იმედია რომ რაღაცნაირად ამ ქვეყანაში ერთგვარი ტრანსფორმაცია მოხდება და იქიდან საქართველოს დაბრუნდება იმ რაღაცა მოწყვეტილად არ ვიქნებით რაღაცა წარმოდგენებით აგებული პოლიტიკა, არამედ ჩვენ შევხედავთ რეალურად სოფლიოში რა ხდება, სად ვართ, რეალურად ჩვენი როლი და ადგილი რა არის და იმის მიხედვით გადალაგდება რაღაცა პროცესი. მადლობა კიდევ ერთხელ, ჩვენი გადაცემა დღეს დასრულებულია, ეთერში დაბრუნდებით ორშაბათს, მანამდე გეშვიდობებით, ნახვამდის.